მეგობრებო, ხშირად ჩნდება კითხვა. გვეშინია თუ არა? ხშირად ჩნდება კითხვა, გვაქვს გეგმა თუ არა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ ახალგაზრდებიდან თითოეულს გვაქვს შიში. გვაქვს შიში იმისი, რომ რაღაც არ გამოგვივა. გვაქვს შიში იმისი, რომ ვიღაც რაღაცას დაგვაბრალებს. გვაქვს ბევრი რაღაცის შიში, დაშინებების, ეწოლების, მაგრამ ამ შიშის მიუხედავად ეს ახალგაზრდები დგანან ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ მათ. რაც შეეხება გეგმას და რატომ ვართ უნივერსიტეტში. პირველ რიგში უნივერსიტეტიდან უნდა დავიწყოთ ქართული ოცნების შტაბის დაცვა რუსი წევრებისგან და მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხო. მათ შორის ის, რომ ძალიან გვიხარია ჩვენს უნივერსიტეტს სახურავს რომ უცვლიან. გვიხარია ძალიან რომ საფირფარეშოებს გვიყენებენ. გვიკეთებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის კარგავს პრესტიჟს. კარგავს პრესტიჟს, რადგან ჩვენ უნივერსიტეტს არ ყავს კანდიდატი რექტორის არჩევნებზე ან ქართულ ოცნებათა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწყობს, რომ ისევ ქართული ოცნების მოგზავნილი რექტორი მყავდეს თანამდებობაზე. არ მოდიან უნივერსიტეტში ახალი კვალიფიციური ლექტორები. თითოეული ახალი დანიშნული ლექტორი არის ქართული ოცნების დანიშნული პირი, რომელიც ღიად ეწევა ქართული ოცნების პროპაგანდას ლექციებზე. და ღიად ცდილობს ის ახალგაზრდები, რომლებიც გაზაფხულზე და მათ შორის ახლა გამოხატავენ პროტესტს, ეს პროტესტი ჩაახშონ. ჩვენ ისევ ბრუნდებით უნივერსიტეტში სხვა ახალგაზრდებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის, გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთან ერთად, რადგან თქვენი ჩართულობა, ჩვენი დედების თაობის, ჩვენი მამების თაობის, ჩვენი ნათესავების, ჩვენი მეგობრების ჩართულობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. მინდა აქ შეკრებილ ყველა სტუდენტს კვლავ მოუწოდო იმისკენ, რომ ბრუნდებით უნივერსიტეტში. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ აქ მობრძანებულ გულანდებულ ბათუმელს და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ყოველ დღე, მაგრამ იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა უღრმესი და სტუდენტებო, გთხოვთ დავუბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილს, საიდანაც ბსეუ სტუდენტებმა გაანათეს მთელი საქართველო. იქნება ბსეუ სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გავანათեն მთელი საქართველო და არავის მივცემთ უფლებას რომ ჩააქროს ის.